გამარჯობათ. მე ვარ ჯეოლოგიის ადმინისტრატორი და დღეს ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ ასეთი ლამაზი პლეიერის დაყენება, რომელსაც ჩვენი საიტის მომხმარებლები ვერ აყენებდნენ და გადავწყვიტეთ ამიტომ ეს ვიდეო გაგვეთილი. ანუ დღეს ამ ვიდეო გაგვეთილი დავდებით როგორ დავაყენოთ ლეძრავზე. მოცემულს ვიდეო პლეიერს ერთადერთი პრობლემა ის აქვს, რომ პლეიერი, რომელზეც დაყენებული არის, ის უნდა იყოს, ანუ ვიდეო უნდა იყოს ატვირთული იმ საიმავე საიტზე. ანუ სხვა საიტიდან რომ ჩავსვათ, ან მაგალითად, როდესაც კინოს ვამატებთ, ან რაიმე ვიდეო ბლოგი გაქვთ რაღაცა და თქვენ საიტს არ აქვს შესაბამისი ფაილ ჰოსტინგი, მაშინ გაგიჭირდება და ეს ვიდეო ან ვიდეო პლეიერი არ გამოგადგებათ. ეს პლეიერი გამოდგება მათთვისაც აქვს რაღაც სტუდია და რაღაც რეკლამის სახით ერთადერთი ან რამოდენიმე ვიდეოს ანთავსებენ. ანუ ეს მასიური გამოყენებისთვის მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული. ამასაც გირჩევთ. ხო, რაც შეეხება ვიდეოს პლეიერის ფაილების სკრიპტები არის აქ ამ საიტზე, კოდს მოვაყენებ. თავარი კოდები არის აი ეს და აი ეს კოდი, რაც უნდა ჩაისვას უცხო საიტზე. დაგჭირდება სასწრაფო საიტი, შევდივართ. არანაირი პლეიერი არ აყენია, არანაირი არაფერი არ არის გასწორებული, როგორც თქვენ ჩანს და რა თქმა უნდა საიტის FTP. ფაილები, მოცემული ფაილები, ეს CSS ფაილები, ყველაფერი ატვირთული გვაქვს. ეს არის უკვე უცხოზე მაქვს აწყობილი, გადაყვანილი. აქ home page link-ი გვინდა დავამატოთ, იმიტომ რომ საიტზე როცა უცხოზე როცა შიგნით შევდივართ, ზოგი უცხო სისტემა არ ამატებს თავის ლინკს და ზოგ შემთხვევაში იზრდება, რომ პლეიერი აღარ ჩანს, ანუ ლინკი აღარ ებმევა. ამისთვის უსვათ ყველგან ამ home page link, არ არის პრობლემა, თემები, ყველაფერი უნდა ავტვირთოთ ფაილ მენეჯერით, რავი, აქ მაქვს დატვირთული ყველაფერი. არა პრობლემა, ატვირთავთ. რავი, მეტი აქ არაფერი ჩვენ არ გვჭირდება. ნუ ეს ინტრო და ის იმპონჩია, რომ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა როგორი ის იქნება. რეკლამის პონტია. ნუ ატვირთვის შემდეგ მე რო არ დამეხარჯოს. უნდა გადავიდეთ საიტის პანელში. აქედან ან რა თქმა უნდა პლეიერი უნდა იყოს საიტის სიახლის როდესაც გახსნით. ანუ ჩვენ შემთხვევაში აი აქ თავისუფალი ადგილი გვაქვს და მოცემულ კოდს მოვაკოპირებ და პირდაპირ ჩავსავრო, წვალება არ დამიჭირდეს. ანუ აქ არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ის JS კოდებს და HTML კოდებს და CSS-ებს არ ჩავსვათ. ანუ აქ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ახლა რა ხდება? ჩვენი პლეიერი კი იმუშავებს ახლა. მე აი წინასწარ აქ ვიდეო გადმოვწერე, ავტვირთე ჩემს საიტზე და შემდეგ ჩავუსვი აქ წინ home page link-ი და მე თვითონ სადაც მდებარეობს ის. კი, შემდეგ ანუ ეს შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ აი წეღარანს გითხარით, რომ უნდა ავტვირთოთ ფაილი. ჩვენი ბრძოლა ჯიჰადისტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთელ სამყაროს. მედია ინტრო და დასახელება ამას შევცვლით. მთელი მსოფლიოს ინტერესის საგანია. ჩავსვათ, შევინახოთ, გავანახლოთ და თავისი დემო დავუბრუნდა, რავი. ახლა უცხო სისტემაზე ესეთი პლეიერის გამოყენება, იმიტომ რომ ფაილ ჰოსტინგი დაახლოებით 400 რაღაცა მეგაბაიტი გერიცხება თავიდან და რავი, რამდენ სიახლეს ან 15 მეგაბაიტზე მეტი ვიდეოს ვერ ატვირთავთ და გამოყენებაშიც და ისეც გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ რავი
არის. რავი, თუ გამოგადგება და თუ დაგჭირდება და თუ რაღაცა ვიდეო გაკვეთილი ძალიან კარგი თუ არა და არა უშავს, არც იქ იქნება პრობლემა. შემოდით ჩვენ საიტზე და ათვალიერეთ, დაამატეთ კომენტარებში თქვენი სურვილები ან გვერდიც გვაქვს გაკეთებული. დაამატეთ თქვენი თხოვნები და რავი, შევეცდები შეგიცვლოთ ყველა შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ. სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისთვის და მოსმენისთვის. ჭეულად წერტილი ინკვესტუმრეთ აუცილებლად.